ქალბატონ სალომე ზურაბიშვილს ვკითხავდი, რას ფიქრობს მაკრონისა და ირაკლი ყობახიძის ამ ენკაუნთერზე, ასე ვთქვათ, შეხვედრაზე და როგორ ფიქრობს, შეიძლება თუ არა რომ პრეზიდენტ მაკრონისა და ეგრეთ წოდებული პრემიერ-მინისტრის ხედვები ემთხოვდეს რაღაც საკითხებში ერთმანეთს საქართველოსთან თუ deep state-ებთან მიმართებით. როგორც ამას თავად ყობახიძე და პროპაგანდა. როგორც ამას ყობახიძე ამბობს. მაინტერესებს თუ ქალბატონ სალომეს აქ რამე გეგმა, სადაც შეიძლება ცოტ-ცოტა დავიწყოთ, რაღაც პატარა ნაბიჯებით ვიაროთ, ოღონდ რეზულტატებით. ანუ ჩვენ დიდ რაღაცეებს ვეპუტინებით ყველა და ფაქტობრივად რეზულტატებს ვერ ვღებულობთ. ანუ სანქციები არ არის? სანქციები არის, მაგრამ ფაქტობრივად ხო ვხედავთ, რომ სანქციები არ მუშაობს, ეს გარეთა შესრულებული საქმე არის, კი ბატონო, რაღაცას ვაკეთებთ ჩვენი მხრიდან, მაგრამ აი საქართველოს მოსახლეობა, საზოგადოება რაღაც ჩაერთოს რაღაც საქმეში, რომელიც აი პატარა რეზულტატებს დადებდა უკვე. რამე მაგეთი გეგმები ხო არ აქვს? ხო აქვს გეგმები სალომე ზურაბიშვილს. კონკრეტული ინიციატივები, მათ შორის ოპოზიციის ძალების გაერთიანებაზე. რამეჯერ მოსული იყო აქაც თქვა რომ ველოდებით ახალ ძალას, ველოდებით, არ ჩანს ეს ახალი ძალა, არ ჩანს ეს გაერთიანება, არ ჩანს ის თქვა რეზულტატები, რაც გვინდა რომ დავინახოთ. რომ შექმნა ეგრეთ წოდებული ქარტია. აი რას ემსახურება ზოგადად? ან ეს ქარტია, ან მანამდე შექმნილი კიდე სხვადასხვა ხასიათის გაერთიანებები, რომლებსაც რეალურად ან ოპოზიციის გაერთიანება უნდა მოეხდინა, ხო? ფაქტია რომ ვერ მოხდა. თუ ითავა ოპოზიციური ფლანგის ლოკომოტივობა, რატო არ მიყავს საქმე ბოლომდე, რატო არ ასრულებს გამაერთიანების ფუნქციას და რატომ არ არის უფრო ქმედითი პროტესტის გაღვივებაში? წინააღმდეგობის პლატფორმა არ მოიაზრება თქვენი აზრით? მოიაზრება, მაგრამ რაღაცა ამ ბოლო დრო ძალიან ჩაკარგულია და არც ინიციატივებს ხედავ და არც მანამდე დაყენებული ინიციატივების ბოლომდე ერთგულებას და ბოლომდე მიყვანას. ანუ რაღაც ეგეთი განცდა მაქვს და ახმის დონეზე ეგეთი პრეტენზია მაქვს თუ შეიძლება ასე. თქვენ გამოიყენეთ სიტყვა არ და ვერ რატომ არ თქვენ? შეიძლება არ, შეიძლება ვერ. ნუ ეგეც მაშინ სათქმელია რატო ვერ. თავიდან ერთგვარი ლიდერად ჩამოყალიბდა. ეხა მარტო ერთი ლიდერი ვერ გვეყოლება, რა თქმა უნდა, ძალიან დეცენტრალიზებული არის ყველაფერი, მაგრამ აი უფრო მეტი მოლოდინი შეიგმა თავიდან. ეხა შეუძლია რომ ისევ ლიდერის პოზიცია დაიბრუნოს, ისევ შეუძლია რომ რაღაც კარგი გეგმა გვითხრეს. საერთაშორისო ასპარეზზე მგონია რომ ძალიან მნიშვნელოვანი ფიგურა არის, რომელიც ხებს ელაპარაკება და მაგ მოლოდინებს ყოველ შემთხვევაში ქმნის საზოგადოებაში და მაინტერესებს კიდე რამეს თუ აპირებს ქვეყნის შიგნით. სალომე ზურაბიშვილს ვკითხავდი, სად არის, რა საქმიანობს და რატომ არ მხდება სკროლვისას მისი აქტივობების შესახებ სიახლეები. ის გიპასუხებთ რომ აი შეხვედრებს მართავ ოპოზიციასთან 26 მაისის აქციის დაგეგმვის პროცესში ვარ. საერთაშორისო თანამეგობრობასთან კომუნიკაციაშია. ეს არ ჩანს თქვენს ფიდზე? ჩემს ფიდზე არ ჩანს არა და ძალიან დაინტერესებული ვარ ამ თემებით. რაკმედის ნაბიჯები გადაიდგა, როცა შეიქმნა ეს პლატფორმა, რას გეგმავენ, რა ცვლილებები არის და რა გეგმები აქვთ 26 მაისი მოდის ახლა და ძალიან ბევრი ღონისძიება არის დაგეგმილი და სად არიან თვითონ და რა როლში ხედავენ თავის თავს. წინააღმდეგობის პლატფორმას გულისხმობ. ვისურვებდი რომ უფრო მეტად იყვნენ ჩართული აქ ჩვენთან ერთად პროტესტზე, ხშირად ხედავდეთ მათ სახეებს ხალხის და ჩვენს გვერდით, გამოდიოდნენ, ისმენდნენ აქ უწყვეტ პროტესტში ჩართული ადამიანების რაღაც პრობლემებს და უფრო ინტენსიურად ჰქონდეთ ესე უშუალო შეხება ხალხთან. ანუ ამ მესმის ეს მათი რაღაც შეკრება, ანუ ის საქმე, რასაც აკეთებენ კაბინეტებში, მაგრამ ვისურვებდი რომ უფრო მეტად ინტენსიური ურთიერთობა ჰქონდეთ ადამიანებთან, ვინც უწყვეტ პროტესტში არიან უკვე 175 დღეა ჩართული. როგორც ვიცი, ხშირად დადის ხოლმე საზღვარგარეთ, იყო ბრიტანეთში, საფრანგეთში, ევროპაში სხვადასხვა ქვეყნების წარმომადგენლებს შეხვდა და რომ მოგვიყვეს რა არის მისი ამ ცდილობების შედეგი. არ ჩანს ეს? შეიძლება ჩანს კიდევაც, მაგრამ მისგან მაინტერესებს აი კონკრეტულად აქ იყო ამას მიაღწია, აქ იყო ამას მიაღწია. აი ეს კითხვა მაქვს მასთან. კონკრეტულად გითხრას, რომ აი რო შეხვდა ბრიტანეთში აი ამ ადამიანს, მაგან გამოიწვია თუ არა სანქციების დაჩქარება, ან ამერიკაში რო შეხვდა ამერიკის მთავრობის წარმომადგენლებს იქ რა შედეგს ელოდება, ან რა შედეგი მიიღო უკვე. კონკრეტული გაინტერესებთ კონკრეტულად მისი წვლილი. ხო, აი მისი წვლილი, ხო ვიცით რომ რაღაც წვლილი აქვს მას და ყოველში მუშაობს ამ საკითხებზე და კონკრეტულად რო გითხრას, ხო გითხრას, რომ
დავინახოთ კონკრეტულად მისი წვლილი სადა. რატომ თქვა რომ საქართველოს დაიწყო ომი და დღესაც ასე ფიქრობს ამაზრზეა? და მეორე, რატომ არ შეიწყალა მიხეილ სააკაშვილი? ხომ არ ნანობს ამასაც? არ მოგისმენიათ აქამდე მისგან განმარტებები ამ საკითხებზე? იცით რა, ძალიან ბუნდოვანი. ჩემთვის არ იყო გასაგები. ქალბატონ სალომე ზურაბიშვილს კითხავდი, რა წვლილი შეაქვს ახლა მას პოლიტპატიმრების დასახსნელად და როგორ უდგას გვერდში პოლიტპატიმრების ოჯახებს, მეგობრებსა და ხალხს, ვინც ვიბრძვით მათი თავისუფლებისთვის. მაქვს შეკითხვა სალომე ზურაბიშვილთან, აი 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნები რო წააგო და მე რომ მოაგებინეს. აი ეს ფორმულა ხო ზუსტად იგივე იყო, რაც მე 2020 წლის არჩევნები რო გაყალბდა და 24-ის რო გაყალბდა და რანაირად მიაჩნია ქალბატონ სალომეს, რომ შეუძლია ოპოზიციის გაერთიანება და ამის ლიდერობა. თავარი ცონი, რაზეც ქართული ოცნება აკეთებს გათვლას, აი ხა არსებული სიტუაციიდან გამომდინარე არის თვითმმართველობის არჩევნები, ხო? ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების და მათ შორის ჩვენი დასავლელი პარტნიორების დამოკიდებულება ამ არჩევნებთან შეიძლება არ არის ისე მკაფიო, მე ესე მგონია ყოველ შემთხვევაში, ხო? ერთიანი პოზიცია და მკაფიო და ეხლა უკვე გაცხადებული არის ძალიან მნიშვნელოვანი, ჩემი აზრით, რომელიც შეთანხმებული იქნება საერთაშორისო პარტნიორებთან. აი ამასთან დაკავშირებით თუ მიდის მუშაობა, ან რა ეტაპზე ვართ, ან რატო იკავებენ, თუ იკავებენ, თქვა დასავლელი პარტნიორები თავს აი მკაფიო განცხადებისკენ, რომ არანაირ თვითმმართველობის არჩევნები თავიდან ეს ტყვეები გავათავისუფლოთ და ხელახალი საპარლამენტო არჩევნები, ან დავამტყიოთ საპარლამენტო არჩევნები თვითმმართველობის არჩევნებს.